ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარ ინციდენტებს ნაციონალური მოძრაობა დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მათ ორგანიზებაში კოალიცია ქართული ოცნება დაადანაშაულა. გიგი წერეთლის განცხადებით აქციას ორგანიზებას ქართული ოცნების აქტივისტები, გამგებლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უწევდნენ. დღესვე პარტიის ოფისში ვიდეო მასალაც აჩვენეს, სადაც როგორც წერეთელმა განაცხადა, ზუგდიდის თეატრთან აქციის ჩატარება და მობილიზება ქართული ოცნების თანამდებობის პირების მიერ ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ განცხადებებს სთან დაკავშირებით, რომ სრულიად ემიჯნებიან ამ პროცესს და პრაქტიკულად არავინ არ იყო საქმის კურსში, როცა ასეთი რამ ხდებოდა, ფაქტები სრულიად საპირისპიროს მეტყველებს, იყო საკმაოდ კარგად ორგანიზებული და კარგახნით ადრე ხდებოდა ამის ორგანიზება, ამაში ჩართულები იყვნენ პრაქტიკულად სოფლის გამგებლები, პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელი. მომხდარს გამოეხმაურა უწყებათა შორისი კომისიაც. კომისიის წევრის თამარ კინწურაშვილის განცხადებით მსგავსი ინციდენტები და არასათანადო რეაგირება წინააღმდეგობაშია იმ გზავნილებთან, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით გააკეთა. კინწურაშვილის თქმითვე მოძალადეთა მიმართ 100 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენება არაადეკვატური სასჯელია და ეს შესაძლოა შემდგომში ზალადო წამახალისებელ ფაქტორად იქცეს. პოლიციამ ვერ შეძლო ვერც პირისპირ შეურაცხყოფის, ვერც ფიზიკური შეურაცხყოფის აღკვეთა, მით უმეტეს 100 ლარიანი ჯარიმის გამოყენება ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავებმა გამოიყენონ როგორც ადმინისტრაციული პატიმრობა, ასევე განსაკუთრებულ რთულ შემთხვევებში, როგორც იყო ზუგდიდი, სისხლის სამართლებრივ დევნას მიმართონ. ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული კადრების მიუხედავად იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მომხდარ ინციდენტებთან და ქვების სროლასთან ქართულ ოცნებას საერთო არაფერი აქვს. კოალიციის სხვა წევრების მსგავსად მინისტრმა დღეს განმარტა, რომ მომხდარს კოალიცია და მთავრობა ემიჯნება. ქართული ოცნება როგორც პოლიტიკური კოალიცია და საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ემიჯნება ამ ფაქტებს, რადგან ოპონენტების მოსაზრების საწინააღმდეგოდ არაფერი არ აქვს ახალ ხელისუფლებას საერთო ამ ქვების სროლასთან და დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერ პარტიას, მათ შორის დღევანდელ საპარლამენტო ოპოზიციას უნდა შეეძლოს თავის მხარდამჭერს შეხვდეს თავისუფალ პირობებში, ისე რომ მათ ვინმე მხარ არ ესროლოს. მეორე საკითხია, ვინც ქვას ისვრის, მას რა დღე დააყენა ნაციონალურმა მოძრაობამ, მაგრამ ეს თემები ქუჩაში არ უნდა ირჩეოდეს, ამისთვის არ შესაძლოა გამოძიება და სასამართლო. ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარი ინციდენტები შეაფასეს და წინა საარჩევნო გარემოზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა და საპრეზიდენტო კანდიდატებმაც. თავისუფალი საქართველოს ლიდერმა ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებაში პასუხისგებლობა ხელისუფლებას დააკისრა, თუმცა აქციის ორ მონაწილეს პარტიამ ჯარიმის თანხა გადაუხადა. საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე კი მიიჩნევს, რომ აქციაში საჯარო მოხელეების მონაწილეების დამტკიცების შემთხვევაში ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისგებლობა უნდა აიღოს. თუ მოკლევის შედეგად დადასტურდება, რომ გამგებლები და საჯარო მოხელეები ამ პროცესში მონაწილეობდნენ, რა თქმა უნდა, მათთან მიმართებაში არა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ზომები უნდა გატარდეს, არამედ ქართულმა ოცნებამ, როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროს და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ამ ადამიანებთან მათი დამოკიდებულების შესახებ. ზუგდიდელების ქმედებას ვაფასებთ აბსოლუტურად ადეკვატურად. დღეს რაც ჩვენ შევძელით, ორ ადამიანს დაკისრებული ჯარიმა გადაუხადეთ. ამაზე პასუხისმგებლობა ზუგდიდელების მოლების და ამ ადამიანის ბრალი კი არ არის, ამის პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას. ისინი რომ არ ახორციელებენ მართლმსაჯულებას ან ახორციელებენ შერჩევით მართლმსაჯულებას, მაშინ ჩდება მოთხოვნა ლინჩის წესზე და სახალხო წესით მართლმსაჯულების აღსრულებაზე. მომხდარ ინციდენტებს გუშინ გამოეხმაურდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ისინი სამართალდამცავი ორგანოებისაგან თითოეული დარღვევის სწორ სამართლებრივ შეფასებასა და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვენ. ხელისუფლებას კი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის უზრუნველყოფისაკენ მოუწოდებენ. ზუგდიდსა და ბათუმში აქციები ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის დაწყებამდე გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტობის კანდიდატებსა და პარტიის სხვა წევრებს ქვები და კვერცხები ესროლეს.